მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან აშტირებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო რამდენიმე საათი გვეულდება. ეს ალბათ გეცნობათ, ამ მანქანით გამომწერები ვაკატავეთ, საჭესთანაც დავსვით, ძალიან მაგარი ემოციები დავაგენერირეთ იმ დღეს, ეს ყველაფერი YouTube არხზეა ჩვენთან. გადადით უყურეთ მაგ ვიდეოს, ნომერი 1 თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა, რაც ოდესმე გამიკეთებია, არა სტანდარტული ტესტ-დრაივი, არამედ გამომწერების რეაქციები და იგივე ვაპირებთ ამ მანქანითაც ძალიან მალე, ან რომელიმე სხვა მსგავსი საინტერესო ეგზოტიკური ავტომობილით, გვინდა რომ ჩვენს გამომწერებს გაუვაროთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობენ არხზე, ყველა სასიამოვნო საინტერესო კომენტარებს გვიწერენ და არხის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვთ, იმ ადამიანებს ყველას მივაკითხავთ სხვადასხვა საინტერესო მანქანებით დროთა განმავლობაში, ასე რომ გადმოდით არხზე, მოიწონეთ ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და დაგვიტოვეთ სახალისო, საინტერესო და სამოტივაციო კომენტარები. ახლა კი ის ადამიანები, ვინც არხს თვალს ადევნებთ და ყველა ვიდეო ნანახი გაქვთ, კარგად იცნობთ ამ ფრაზას. ნიკუშა მაგარი კაცია. ნიკუშა ძალიან მაგარი კაცია. მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცია. ახლა კი იცნობდეთ თვითონ პიროვნებასაც, აი მეგობრებო, ეს არის ის ნიკუშა მაგარი კაცი როა. გადმიწე მივდივართ ამ ორი ულამაზესი მანქანით და რომელი გინდა შენ? ეს შვენიერი, ეს Ferrari-ს მე წამოვალ და მოკლედ წავედით, ხო? წავედით. წავედით თუ რას შვებით, ლოცულო? შიშები მოქვს, არ წახვიდე 2 წუთი, მოიცა. მივეჭები მანქანას და წავედი. The Bluetooth device is connected successfully. Всё, მივეჩვია, შეგვიძლია წავიდეთ. არი გაზაო 270,000 იყი, შენი GL-ი არ ეყოფა. არი დარდო გავყიდი ნახატებს. გაიკეთე ბიჭო, ღვედი ხა არ გამაგიჟო. არა, YouTube-ისთვის ვიდეოს ვიღებ, დღეს როგორ არ გავიკეთებ. ყოველთვის გიგეთია ღვედები და ვიცავთ კანონს. მარიამი თან თავის camera woman skills გვაჩვენებს, აბა როგორ გამოუვა გადაღება ვნახოთ. ხალხს რატო აბაროტებს წამოიარო. მაგრად დადის, ჩემი დედას ვიცავ. ზუსტად ნაგვის მანქანის ფერი ხარ, ზუსტად ერთ-ერთი და ცოტა გვერდზე გაიწიეს მაგ. ყველა გიყუროს. მე მეგონა ჩემი მანქანა იქცევდა ყურადღებას ძალიან მაგრად. ბიჭო, უკნიდან ბავშვი ვიდეოს გვიღებს, ხო არ გავაკატავოთ ხეივნამდე. გაუხარდება მაგრად ჩემ თავს ვიცავ. ბავშვ თუ გვანდობთ, ცოტა ხანი გავაკატავებთ. არაო. ვიცი რა მეინტერესებს, ახლა ეგრე ახლო კადრით რომ იყავ. მე აი ამ წერტილებს ხო გამიქრობ ფოტოშოპში. Ferrari თუ Lamborghini? რომელი? ვინ მოვიდა, შეხედე ამას. ძმა თან სენდვიჩი შკაო და ცალი ხელი და თან ისე გაგვასწრა. არ გეცადებით დამეულე. შეხედე, ეს უზრდელი ეს. მეგობრებო, ქალაქში გაზავება არ შეიძლება. მოკლედ ეს მანქანა ჩვენ გადავიღეთ YouTube-ისთვის დაახლოებით 40 დღის წინ, 2 თვის წინ, აი სადღაც ამ შუალედში და ეხლაც იგრძნობა თეთრი X-ის სუნი. ეგ ძალიან მომწონს. რაც შეეხება Areon-ისგან ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია გვხვდა წილად რომ გავათამაშოთ, დავაჯილდოვოთ ჩვენი აქტიური გამომწერები. ასევე ქალაქში უნდა დავარიგოთ, ვისი მანქანაც მოგვეწონება, არ მოგვეწონება, ყურადღებას მიიქცევს, ნუ სხვადასხვა კრიტერიუმით მოკლედ იმათაც დაურიგებთ ქუჩაში Areon-ებს. ასევე როგორც YouTube-ზე, TikTok-ზე და Facebook ჯგუფშიც პაპელას ხალხი გათამაშდება Areon-ები და 1 და 2 არა, ანუ რაოდენობით გათამაშდება ისე რომ თქვენს გეყოფათ, ვინც მოიგებს ამ მეგობროს სანათესაოს. გაწევრიანდით ჩვენ Facebook ჯგუფში, გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, თვალი გვადევნეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. მეგობრებო, აი ამდენ ხალხს საინტერესებს და მოსწონს ეს ყველაფერი. I can't take no loss. I don't even know what it costs. I hit the ground then it go off. Yeah, hit the ground then it go off.
ამოვედით გადმიწზე. ამდენ მანქანასაც არ ველოდი სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესო მანქანებია. აი რიგი დგას რომ მანქანაში ჩაძდნენ და ნახონ და ალბათ ხვალ უკვე ყველას TikTok-ზე For You-ზე შეგხვდათ ეს მანქანები. დაკეტე ეს მანქანა, ავედით და დავათვალიეროთ სხვა რა მანქანებია რა, იმიტომ მაინტერესებს. სხვათა შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩამოსასვლელში Opel-ს მოვკარი თვალი და ის Opel-ს მაინტერესებს წამოვნახოთ. ბიჭო, რამდენი მანქანა დგას აქ, მაგრამ შენმა Opel-მა მიიქცია ყურადღება მაინც. ეს მანქანა ვიყიდე, ყავდა ვიღაც კოლექციონერს, რომელიც საერთოდ არ დადიოდა და 7000 კილომეტრი ქონდა გარბენი რო ვიყიდე. ეხლა რამდენია? ეხლა აქ 14. მე მაგას ვემხრობი, რომ საერთოდ არ უნდა გააჩერო მანქანა და ეგრე არ უნდა ყავდეს. 16 წლის არის უკვე, 2-დან 2 არის ტურბო. კარობკა აქ აისინის, ჰამერის, 5 სიჩქარიანი და ხიდი აქ CTS-ვის კადილაკის. 279 არ. 2 ყავს. და რომლით უფრო ერთობი? იმით არ დავდივარ ვაფშე. მიატაც ხო ყავდა? მიატაც შედარებით როგორი ტიპია? ეს არის მანქანა, რომელიც მიატა გინდა რომ გახდეს სულ რა. თლიანად მიატა არის, მაგრამ ცხენი აქვს მეტი. მიატას რაც აკლია, ამას აქვს რა. ანუ ეს საუბარი ისე არ გამოვა, რომ აი ტიპს Opel-ი ყავს და Opel-ზე გიждდება, არა, სხვა მანქანებიც ყავს, მაგრამ ამბობს, რომ აი ეს უფრო ხარისხიანია, ვიდრე თუნდაც Corvette, ხო? ეს არის ვადაშორის C6-ის ბაზაზე? ბევრი რაღაცა. კი. მონოკოკი არის ესეც რა. Opel-ი, მეგობრებო, Opel-ი. ამ Opel-ს აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩემ არხზე და თქვენც თუ გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. Ubuntu-ს გაკეთებული M5 F1, აქეთ კიდე M5 F1, M4, გიგის Corvette, მაგრამ თვითონ გიგის ვერ ხედავ ვერსად, სად არის გიგი. E46 M3 არ გეგონოთ, ტანკი, Volvo, E-კლასი, AMG 63, EcoBoost, AMG GT, კარგი ხმა აქვს. აი წეღან ვიძახდი გიგის ვერ ხედავ სად არის. ძალიან კაი ვიძე ყავს მანქანა. ხეროს არხზე კიდევ სამ მანქანის test drive-ი ჩაუჯექით, მაგრამ აი პატრონის აზრი მაინტერესებს. მე ვიცი რომ ეს მანქანა იყო შენი ოცნების მანქანა, ხო? ხო სწორია. მე რას გვეტყვი? ბავშვობიდან ოცნებობდი და კი შემეძლო ყიდვა, მაგრამ მაინც ოცნებად ვიტოვებდი რა. ბოლოს ამომივიდა და შეიძლება მაინც. რას ფიქრობ ახლა რომ შეხვდი შენი ბავშვობის ოცნებას, როგორია გაამართლა მოლოდინები? პირველი დანახვა იყო, აი რომ გაიყო კონტეინერი, ძალიან შოკი იყო. ეგ შეგრძნება თუ მოყვება დღემდე? კი, აი სულ. ეს მანქანა ვერცხლისფერი იყო, რომ ჩამოვიდა და ფირი გადავაყარით. ეს ან შეღებილი არ არის? არა, ფირია გადაკრული. დისკები ეს ქონა. ძრავის ხუფიც ამ ფერი იყო, მაგრამ მე კენჭი მოგხვდა და ეს გადავაყარით დროებით. ეს ფირი გამოვწერეთ ისევ და რავი, შეიძლება გადავაკრა, მაგრამ მიეჩვია, ხა თვალი მიეჩვია. მე მომწონს და აი ვისაც შავი გონიათ არ არის და შავი. ნუ ღამე ვაფშე სხვა ფერებში გადადის რა. შიგნით კლად კარგი სიტუაცია არ არის, მაგრამ როგორ არ არის კარგი სიტუაცია? ძალიან ლამაზია. სალონის ფერში შეუხამე რა. აი ბოლო ჩამჭრელი კითხვა მაქვს შენ. BMW-ს ვასწრებ თუ არა? BMW-ს ვერ გაასწრებ ვერასდროს 328 F-დაც ვერ გაასწრებ, მაგრამ აინც Nissan-ია თუ GT-ია? Nissan GT-ია. იქეთ რაღაც საინტერესო და წამოვა. პატარა ღრუბელი წარმოიქმნა. აქ ზოგადად ისეთი ტენიანობაა და ისეთი ამინდია, რომ ხშირად ესეთი პატარ-პატარა ღრუბლები წარმოიქმნება ხოლმე. ეს იყო სუპრა ღრუბელი, პატარა გახელა სუპრა ღრუბელი იყო. აი ეს შავების ჩაცმული ბიჭი, შავი სათვალეები. ეს არის თბილისელი კაი ბიჭი. სპორტისგან ძალიან შორს არის. ფერარი მოინტერესებს დამსვთ. შეიძლება? ჩავჯდება. აი ძმაო, ფერარის ყიდვას რო გადაწყვიტა უკვე. ხო, აჰა, კი, აუცილებლად. აქ რიგია შემოძმა მე ის გამოვni 2 საათის დღეში და უცებ გითხარი რა მანქანა. Toyota Supra ჩვეულებრივი, აი ძალიან ბევრს თუ არ გევასება და თან გულის სიღრმეში რო გევასებათ ეგ მანქანა. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ მანქანას? ძალიან ასწორებს ის უცხო მანქანა, მოიცა ეს ძალიან მართლა კაი ბიჭი თქოდგება. ბაიკის მერე ძალიან ახლოს არის ეს მანქანა ბაიკთან, რა ის დაძვრება, მოყვება რაღაც თან სრიალებს, თან არ სრიალებს, თუ გინდა რომ ისრიალოს, თუ გინდა რომ არ ისრიალოს, არის სრიალი. ამ ფასში ჩემი აზრით ერთ-ერთი კარგი გასართობი მანქანა, არ ვიცი მეტი 40-ად სხვა რა მანქანის ყიდვა შეიძლება, ალბათ F-series M4-ან M3-ან რაღაც ეგეთი. არ ვიცი, ხა რა ვთქვა ამაზე, რასეოდები რომ შევა, ხო? არა, რასაც ფიქრობის უნდა. ვერაფერს არ ვიტყვი, ანუ ამაზე მე სათქმელი არაფერი არ მაქვს, რავი, ჩემი აზრით. სხვათა შორის ამ მანქანის test drive-ი რო გადავიღე, ესეთი რაღაცა ვთქვი, რომ Supra-ს გავს თქო რაღაცით, ფორმით, იმით. რა Supra-ს, ეს Supra-ს რითი გავს? არაფრით არ გავს. გარედან რო შეხედავ, სილუეტით გავს. არაფრით არ გავს ვაფშე. Why do they doubt the kid? I'm about to prove them all wrong again. I got a low tolerance.
ნიკუშა მაგარი კაცია. როგორც BMW-ში ნიკ. რა სიტყვი ამ მანქანაზე? Mercedes-ი ჯობია. უკვე Mercedes-ზე გადმოვიდა. არ დაივიწყო ბოლო გზაზე ვინ გაგაცილებს შემოწ. გამარჯობა ბატონო გიორგი. რატომ აწყობთ? თუ შეიძლება გითხრათ როგორ შეძელით ამ ავტომობილის შეძენა? What do you do for a living? დავიდან ბოთლებს ვავარებ. ჩვენ აქ სერიოზულ ვიდეოებს ვიღებთ რა და თქვენი ცანცარისთვის არ გწალია, კარგად ზანდებოთ. G82 მეგობრებო, რომელიც ასევე გადაღებული გვაქვს, ოღონდ ეს ფერი არ გვაქვს გადაღებული, თეთრი გვაქვს გადაღებული, მაგრამ ფერს რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან კაი ვიდეოა ისიც. გამარჯობა. What do you do for a living? I'm married. კარგი პასუხი იყო მეგობრებო. მოკლედ, რაც უფრო მეტ ესეთ მანქანას ვნახავთ, უფრო ბედნიერები ვიქნებით და გამოვიყვანოთ მეგობრებო გარაჟებიდან რა ესეთი მანქანები. გარაჟში დასაყენებლად რა თქვით? გავახაროთ ეს ბავშვები. ვისაც გაქვთ ნანახი ჰანგრიმენების მანქანის გათამაშება. იქ გათამაშდა Kia Sportage. ამ მანქანის პატრონმა მოიგო, შემდეგ ეგ მანქანა გაყიდა და შეიძინა ეს მანქანა და გადააკრა ესეთი ვარდისფერი ფირი. და არის ერთადერთი საქართველოში ესეთი ელანტრა. მე მგონი ლამაზი და გამორჩეული მანქანა გამოვიდა. კარგი ფასდაკლებები ეს არის ბატონო. ესაა უსოს სავიზიტო ბარათი. კარგი ფასდაკლებები გვაქვს თუ დაგჭირდებათ ავტომობილი. აი, არის გესტუმრები თავუცილო. Tamo. ძალიან კაი შეკრება იყო. კიდევ ერთხელ ყოჩაღ ორგანიზატორებს და სხვათა შორის ბავშვები არიან ორგანიზატორები. 15-16 წლის ბავშვები რო ესეთ ღონისძიებას აორგანიზებენ, რა თქმა უნდა მისასალმებელია, ძალიან მაგარია და ბრავო ბიჭებო, დემეს და მის მეგობრებს აქედანაც მადლობა და კარგები ხართ, მაგრები ხართ. ჩემთვის როგორც ავტომოყვარულისთვის ძალიან სასიამოვნოა ამდენი ძალიან კარგი მანქანის ნახვა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა იგივე Ferrari-ით მივედი, Lambo-ით თუ რითი მივედი, იმპრეზებიც საინტერესო იყო და თუნდაც ის ელანტრა რომელიც გაჩვენეთ ვიდეოში. ყველა ავტომოყვარულს მოგიწოდებთ რომ ესეთ ღონისძიებებზე ხშირად იარეთ ხოლმე და უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. ადრე მახსოვს JDM შეკრებები რო ეწყობოდა ხოლმე რამდენი ვიყავით, მე ძალიან დიდი ხანი ჩავარდნა იყო და ეხლა ახლიდან წამოვიდა ეს ტალღა კოვიდის მერე ფაქტიურად 2024 წელი იყო, როდესაც ესეთი ღონისძიებები ისევ მოიქოქა, ასე ვთქვათ, არა ოფიციალურ ღონისძიებებს გულისხმობდა, არა საბოლოო ღონისძიებებს, აი ესე უბრალოდ შეკრებები. ჩვენც გვაქვს იდეაში რაღაც ეგეთის მოწყობა, როდესაც კარგად გამოთბება და კარგი ამინდი იქნება და ამოსულების 50%-ზე მეტი უკან სურდოთი არ დაბრუნდება, აი ეგეთ ამინდებში მოვაწყობთ. რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ იქაც შემოგვიერთდებით ბევრი ავტომოყვარული. ეხლა ბრუნდებით ლუსოს შოურუმში ისევ, სადაც ამ ორის გარდა კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო მანქანა გელოდებათ. მობრძანდით და ათვალიერეთ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ და გვითმობთ დროს. გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. ძალიან დიდი მადლობა. შენ რა სიტყვა? მაშინ დასრულდება ეს საღამო, როდესაც შევჭამთ. მე გეტყვით, რომ გამოიწერეთ გიორგის არხი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს, ძალიან დიდ შრომას დებს ამ ყველაფერში და თქვენგან ერთადერთი რაც საჭირო არის, რომ უბრალოდ გამოიწეროთ არხი და ამით დაუფასოთ ამ ადამიანს თავისი შრომა. როგორი ექსპერიენსი გამოვიდა Lambo-ით და Ferrari-ით გადავა? შვენიერი შენ თავს ვიცავ. გაფანცვალებული, მიდი ჩემწინ, მიდი. აი ეს ვლოგერი იუთუბერები ზმაო, ნუ დონატებთ, თორე ხედავთ რა შვებიან, დონაციები შეწყვიტეთ მეგობრებო. იო, ყარა, კი ხა.